საქართველოს ნაკრები 20 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფში ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე სომხეთს დაუპირისპირდება. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. ჩვენ დავინტერესდით თუ როგორი დღე იქნება სომხებთან მატჩის დღე საფეხბურთო თვალსაზრისით ასტროლოგიური პერსპექტივიდან. ასევე განვიხილავთ თუ რამდენად ხელსაყრელი იქნება 20 მარტი ნაკრების ფეხბურთელებისთვის. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. საქართველოს-სომხეთის შეხვედრის პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული ორივე ნაკრების მხრიდან. უნდა ვთქვათ, რომ მატჩის მეორე ნახევარი უფრო სანახაობრივი და საინტერესო იქნება. საქართველოსთან მატჩი დასაწყისში 35 წუთში სომხების მეკარე ჩანჩარევიჩი ბევრ შეცდომას დაუშვებს და შეიძლება სულელური გოლიც გაუშვას. ამიტომ ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის დასაწყისში განსაკუთრებით უნდა იაქტიურონ და აქცენტი შორეულ დარტყმებზე გააკეთონ. ბუდუ ზივზივაძე სომხებთან მატჩის დღე ნორმალური დღე იქნება. ზივზივაძე მარტივად ითამაშებს სომეხი მცველების ჩალიშილის და არუთინიანის წინააღმდეგ. თუმცა სომხებთან მთავარ შემადგენლობაში სასურველია გიორგი მიქაუტაძემ დაიწყოს და არა ბუდუ ზივზივაძემ. ოთარ კიტეიშვილი სომეხ ნახევარმცველებს სოლომონ უდოს და ბიჩახჭიანს, რასაც ქვია ფეხს არ გაანძრევინებს. ასევე კიტეიშვილი კარგად ითამაშებს სომეხი მცველი მურადიანის წინააღმდეგ. მოკლედ კიტეიშვილი სომხეთთან მატჩის დღე მშვენიერი დღე იქნება. გიორგი ჩაკვეტაძისთვის სომხებთან მატჩის დღე ნორმალური დღე იქნება. ჩაკვეტაძე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სომეხ ნახევარმცველ უგო ჩუკუოიუს. მართალია სანიულმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ჩაკვეტაძე ხვიჩა კვარაცხელას არყოფნაში საკუთარ თავზე ინიციატივას უფრო მეტად აიღებს, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ჩაკვეტაძისგან სომხეთთან შეხვედრაში რაიმე განსაკუთრებულს ნაკლებად უნდა ველოდეთ. საბა გოგლიჩიძე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი დღე ექნება. გოგლიჩიძე მოახერხებს სომეხი თავდამსხმელის მირანიანის განეიტრალებას. თუმცა იგი უნდა უფრთხილდეს სომეხ სელარაიანს. თუკი სელარაიანმა მთავარ შემადგენლობაში ითამაშა. გიორგი მიქაუტაძეს სომხებთან მატჩის დღე მშვენიერი დღე ექნება. მიქაუტაძე მარტივად დაუსხდება სომეხ მცველებს არუთინიანს, ტიკნიზიანს და ჩალიშირს. ამიტომ სომხებთან შეხვედრაში სასტარტოში არა ბუდუ ზივზივაძემ, არამედ სწორედ გიორგი მიქაუტაძემ უნდა ითამაშოს. გიორგი ქოჩორაშვილი სომეხ ნახევარმცველ უგო ჩუკუოიუს მარტივად გაანეიტრალებს. ასევე ქოჩორაშვილს კარგი შანსები ექნება სომეხ მცველ ოგანესიანთან. ასე რომ ქოჩორაშვილისთვის სომხეთთან მატჩის დღე კარგი დღე იქნება. ზურიკო დავითაშვილს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავი დღე იქნება. დავითაშვილი მარტივად დაუსხდება ოგანესიანს, ტიგნიზიანს, ბიჩახჭიანს, აროიანს და სოლომონ უდოს. ვილი სანიულმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელეს არყოფნაში დავითაშვილმა ინიციატივა საკუთარ თავზე უფრო მეტად უნდა აიღოს. კარგია, რომ ზურიკო დავითაშვილს სომხეთთან შეხვედრაში ვარსკვლავები ეხმარებიან. სომეხი თავდამსხმელების გასანეიტრალებლად ქართველი მცველებიდან სასურველია შეხვედრაში ითამაშონ გოჩოლეიშვილმა, აზაროვმა, გოგლიჩიძემ, კაკაბაძემ, ასევე ლუკა ლაცაბიძემ. ქართველი მცველები სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში მოახერხებენ სომეხი თავდამსხმელების განეიტრალებას. ასე რომ სომეხი თავდამსხმელებიდან საფრთხეს ნაკლებად უნდა ველოდოთ. გიორგი მამრდაშვილი, როგორც ვილის სანიულმა განაცხადა, სომხეთთან მატჩში დაისვენებს. მთავარ შემადგენლობაში სასურველია ქართველების კარი გიორგი ლორიამ დაიცვას და არა გუგეშაშვილმა. საქართველოს ნაკრებს სომხეთის წინააღმდეგ მართლაც კარგი შანსები აქვს. ამიტომ ქართველმა ფეხბურთელებმა ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ. განსაკუთრებით ზურიკო დავითაშვილის და ოთარ კიტეიშვილის იმედი უნდა ჰქონდეს. მოკლედ, საქართველოს-სომხეთის მატჩის დღის ასტროლოგიური მიმოხილვა ასეთია. ასევე თქვენ წინ გელით საქართველოს ნაკრების თამაშებზე სხვა ასტროლოგიური მიმოხილვებიც. ამიტომ არ დაგაუვისტეთ ვიდეოს მოწონება, YouTube არხის გამოწერა და ზარიცხილაკის გააქტიურება, რათა მომავალი ვიდეოები არ გამოტოვოთ. ჩვენს ნაკრებს კი იღბალი უსურვოთ. დროებით.